ლატალის თემის სოფელ მაცხვარიშთან ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია. მესტიის რაიონის გამგებლის გოჩა ჭელიძის განმარტებით ამ წუთებში ცეცხლის ბოლო კერების ლიკვიდაცია მიმდინარეობს. ხანძარი დასახლებულ ადგილს არ შეხებია. ლატალის თემში ტყის დაახლოებით 400 კვადრატული მეტრი დაზიანდა. ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების დეპარტამენტის თანამშრომლები მუშაობენ. ხანძრის გამომწვევი მიზეზები ამ ეტაპზე უცნობია. მიმდინარეობს გამოძიებაც. გამთენიისას გაჩნდა ხაზის რამოდენიმე კერა სოფელ წყუმარში. ადგილობრივი ძალების მიერ მოხდა ნაწილის ლოკალიზება, მაგრამ შუა დღისთვის მოვარდინმა ქარმა გამოიწვია ხაზის გავრცელება საკმაოდ დიდ ფართობზე. გამომდინარე იქიდან, რომ ადგილობრივი ძალებით შეუძლებელი იყო ხაზის ლოკალიზება, ჩვენს მიერ მოხდა სატელეფონო კავშირი შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მასრის სამსახურის ხელმძღვანელობასთან, რომელსაც დაუყოვნებლივ მოახდინეს რეაგირება და სულ რაღაც საათ ნახევარში სამაშველო ჯგუფები შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სამსახურის ავიაცია ჩვენი თავდაცვის სამინისტროსი იქნა მობილიზებული მესტიის მუნიციპალიტეტში და დაუყოვნებლივ იქნა დაწყებული ხანძრის ლოკალიზება. აი ახლა მიდის უკანასკნელი კერების ჩახშობა, რის შედეგადაც უკვე ხანძარი აბსოლუტურად იქნება ლოკალიზებული. მოსახლეობა საფრთხე არ შეექმნა, მაგრამ დროულად მიღებული ზომების გამო საკმაოდ დიდი ზარალი და საკმაოდ დიდი ფართობზე მოცული ხანძარი იქნა აცილებული, რასაც ბევრად დიდი ძალების საშუალებები და დიდი დანახარჯები მოყვებოდა. საშიშროება იმისა, რომ ძალიან დიდ ფართობზე მოდებული იყო, უკვე თავიდან არის აცილებული. დამწვრობის ცენტრში ტყიბულის მაღაროში აფეთქების შედეგად დაშავებულთა ოჯახის წევრები და ნათესავები ამ დრომდე იმყოფებიან. 7-ვე პაციენტის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა. მათ სასუნთქი მილებისა და სხეულზე მეორე და მესამე ხარისხის დამწვრობები აღენიშნებათ. დაზარალებულთა ახლობლები დახმარებას ითხოვენ. შეგახსენებთ, უბედურის შემთხვევა ტყიბულის მაღაროში 28 აგვისტოს მოხდა. კატასტროფას 3 მაღაროელი სიცოცხლეც ემსხვერპლა. დღეს არის ტრამის მიღებიდან მესამე დღე. მდგომარეობა ყველა პაციენტისა უფლებრივ რჩება მძიმე, რაც განპირობებულია მძიმე სხეულის დამწვრობით, სასუნთქი გზების დამწვრობით. ამ ეტაპზე მიღწეული რაც გარკვეული სტაბილიზაცია, თუმცა ჯერჯერობით გადაწყვეტით საუბარი საბოლოო სტაბილიზაციაზე ნაადრევია. ექიმები იმედს ვერ გაძლევენ. არისია. როგორ განვითარდება მოვლენა. დაგვირიგეს პატარა ასასილარი მომწეს, მაგრამ ეს ასილარი სხვაში წვეთია. 3 წლის წინ მოხდა ეს ავარია. დამწვარია წელზე ლა. განსაზღვრავებაში. დედა დავარილი ყავს, მამა დავარილი ყავს. არჩევნები არავინ არ ყავს. ვინ არჩევს არ ვიცი. ოპერაცია, რომელიც ჩეჩნეთის პრეზიდენტის რამზან კადიროვის მშობლიურ სოფელში გუშინ ჩატარდა მსხვერპლით დასრულდა. სოფელ ცენტოროისთან მილიციის 6 თანამშრომელი დაიღუპა, 18 კი დაიჭრა. გარდაცვლილი ასევე 7 მშვიდობიანი მოქალაქე და 12 ბოევიკი. რუსული მედიის ცნობით გარდაცვლილ ბოევიკებს შორის არის ფორმირება ბრიგადის გენერლების წევრი აჰმედ ავდორხანოვიც. სპეცოპერაციის შედეგად სამართალდამცავებმა სოფლის ტერიტორია ალყაში მოაქციეს 3 სახლი და რამდენიმე ავტომანქანა დაიწვა. კადიროვი მშვიდობიან მოქალაქეთა დაღუპვას უარყოფდა, თუმცა მოგვიანებით რესპუბლიკის მეთაურს ამ ფაქტის აღიარება მოუხდა. რუსული მედიის მტკიცებით ბოევიკები თავს დაესხნენ რამზან კადიროვის სოფელს, თუმცა რუსმა სამართალდამცავებმა კი მათ გასანადგურებლად სპეცოპერაცია წამოიწყეს. ჩემმა პირადმა დაცვამ ბანდიტური დაჯგუფების წევრების ალყაში მოქცევა და განადგურება შეძლო. ლიკვიდირებულია 12 ბოევიკი. პირადი დაცვის წევრებმა არაჩვეულებრივად იმუშავეს, მაგრამ სამწუხაროდ ჩვენთანაც არიან დაღუპულები და დაშავებულები. დაშავდნენ აგრეთვე ქალები, რომლებმაც არც კი იცოდნენ რა ხდებოდა. რამდენიმე ბოევიკმა გაქცევა მოახერხა, მაგრამ დარწმუნებულები ვართ, რომ მათ მალე ვიპოვნით. ამერიკის შეერთებული შტატების საქართველოს გადაიარაღებას აწარმოებს და ეს ამერიკის შეერთებული შტატების რუსეთის ურთიერთობის გადატვირთვის ფარგლებში არ ჯდება. ამის შესახებ რუსეთის პრემიერმა ვლადიმერ პუტინმა გამოცემა კომერსანტისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. პუტინის თქმით, ძალიან სურს ამ გადატვირთვის ჯეროდეს. მხედავ ამერიკის შეერთებული შტატების დღევანდელი ადმინისტრაციის სურვილს რუსეთთან ურთიერთობა გააუმჯობესოს. თუმცა არის სხვა რამეც, მაგალითად გრძელდება საქართველოს გადაიარაღება. რატომ ეს არარეალურია? აღნიშნა ვლადიმერ პუტინმა. მისივე თქმით, ამერიკის შეერთებული შტატებისა და რუსეთის ურთიერთობებში სხვა პრობლემებიც არის. კერძოდ, ევროპაში რაკეტსაწინააღმდეგო სისტემის განთავსების საკითხი, რუსეთის პრემიერის აზრით, რუსეთთან ურთიერთობისას ვალდებულებები დაარღვიეს. ამის გამო პუტინს მიაჩნია, რომ მიუნხენის 2007 წლის კონფერენციაზე წარმოთქმული მისი სიტყვა, რომელშიც ნატოსა და მთლიანად დასავლეთის გეგმებზე საუბრობდა, დღესაც აქტუალურია.
ლუიზიანას შტატში ახალი ორლეანის მოსახლეობამ ქარიშხალ კატრინასგან გამოწვეული წყალდიდობის დროს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო. 5 წლის წინ სტიქიამ 1800 ადამიანი იმსხვერპლა, ხოლო მილიონზე მეტი თავშესაფრის გარეშე დარჩა. ამ დღის აღსანიშნავად ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაკ ობამა ოჯახთან ერთად ჩავიდა. ამერიკის შეერთებულ შტატებში ახალი ორლეანის მოსახლეობამ ქარიშხალ კატრინას შედეგად დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო. 5 წლის წინ ქარიშხალასგან გამოწვეულ წყალდიდობას 1800 ადამიანი სიცოცხლე ემსხვერპლა, ხოლო მილიონზე მეტი თავშესაფრის გარეშე დარჩა. ახალი ორლეანის ტერიტორიის 80% წყალმა მთლიანად დაფარა. ლუიზიანას მოსახლეობამ სიმბოლური ცერემონიალით დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო. მათ ყვავილები, რომელშიც წერილები იყო, მდინარეს გაატანეს. ამ დღის აღსანიშნავად ახალ ორლეანში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაკ ობამა ოჯახთან ერთად ჩავიდა. ობამა მეუღლესთან და შვილებთან ერთად ერთ-ერთ ტავერნაში მივიდა, რომელიც 5 წლის წინ ქარიშხალმა კატრინამ დააზარალა. მფლობელმა საკონდიტრო და ტავერნა 3 თვის წინ აღადგინა. შემდეგ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი მეუღლესთან ერთად ერთ-ერთ უნივერსიტეტში მივიდა და დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო. ობამა მოსახლეობას დაჰპირდა, რომ ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ქალაქი აღდგეს და ადრინდელი იერსახე დაიბრუნოს. მთავრობა ქვეყნის სანაპიროების დაცვის პროგრამაზე მუშაობს, რათა მსგავსი ტრაგედიები, რაც კატრინამ გამოიწვია, აღარ განმეორდეს. 5 წლის განმავლობაში ბევრი რამ გაკეთდა, თუმცა ეს საკმარისი არ არის. მოსახლეობას სამსახური არ აქვს. სტიქიის შემდეგ ძალიან ბევრი საკუთარ სახლში არ დაბრუნებულა. ჩვენ ამ საკითხებს განვიხილავთ და აუცილებლად მოვაგვარებთ. სტიქიის დროს ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლების მოქმედებამ საზოგადოებაში მკაცრი კრიტიკა გამოიწვია და მაშინდელი პრეზიდენტის ჯორჯ ბუშის პოპულარობას წერტილი დაუსვა. საქართველოს კონტროლის პალატა და ლატვიის სახელმწიფო აუდიტორული ოფისი სამ სამინისტროში ერთობლივ აუდიტს გამართავენ. კონტროლის პალატის პრესამსახურის ცნობით აუდიტი დღეს დაიწყება და 2011 წლის 31 მაისის ჩათვლით გაიმართება ჯანდაცვის, განათლებისა და ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტროებში. ერთობლივი აუდიტის შესახებ ხელშეკრულება საქართველოს კონტროლის პალატასა და ლატვიის სახელმწიფო აუდიტორულ ოფისს შორის გუშინ ქუთაისში გაფორმდა. ხელშეკრულების გასაფორმებლად საქართველოს ლატვიის სახელმწიფო აუდიტორული ოფისის გენერალური აუდიტი ინგუნე სუდრაბა ეწვია. ხელშეკრულება ძალზედ მნიშვნელოვანია ჩვენთვის, იმდენად რამდენადაც ჩვენ იმყოფებით გარდამავალ ეტაპზე რეფორმირების პროცესში ვართ. ინერგება საქართველოს კონტროლის პალატის საქმიანობაში თანამედროვე საერთაშორისო აუდიტის სტანდარტები. ამ პროცესში ძალზედ მნიშვნელოვანი არის ისეთი ქვეყნების გამოცდილების გაზიარება, როგორც ლატვია, იმდენად რამდენადაც მათთან ანალოგიური გზა გაიარეს სულ რამდენიმე წლის უკან. ჩვენ გვიხარია, რომ იმყოფებით საქართველოში ვართ, თქვენს გვერდით და გიზიარებთ გამოცდილებას. ჩვენი კოლეგები აუცილებლად ჩამოვლენ საქართველოში და დეტალურად გააცნობენ ქართველებს იმ ცოდნას და გამოცდილებას, რაც ჩვენ გაგვაჩნია. დევნილები დღეს მათი გამოსახლების პროცესს კიდევ ერთხელ გააპროტესტებენ. უკვე მე-7 დღეა მათ საპროტესტო აქციებს სამინისტროს წარმომადგენლებისგან გამოხმაურება არ მოჰყოლია. 16 მოშიმშილეს შორის 4 პირი ამოკერილი აქვს, ერთი კი შეუძლოდ გახდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს. დევნილთა განმარტებით შიმშილს მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე განაგრძობენ. აქციების ერთ-ერთი ორგანიზატორის კონსერვატორ ლაშე ჩხარტიშვილის თქმით, დღეს იქნება სოლიდარობის აქცია და გამოცხადდება გარემოვაჭრეებისა და დევნილების აქციების სამომავლო გეგმებიც. რამდენიმე კვირაა დევნილები მათ გამოსახლებას, ხოლო მოვაჭრეები, რომლებიც აქციას ასევე შეუერთდნენ, გარევაჭრობის აკრძალვას აპროტესტებენ. დევნილებს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონებიდან ასახლებენ და როგორც თავად ამბობენ, წინასაარჩევნოდ მათ ამ ქონების დაკანონების პირობაც მიიღეს. დევნილების ნაწილს ალტერნატიული ფართი წალენჯიხის რაიონის სოფელ ეწერაში შესთავაზეს. ეს ნაწილდა გადაწყვეტილებით, სასამართლოს გადაწყვეტილებით და 29-ში ინგას დაპირდეს, ინგა იყო ჩამოსული ჩემ თაობაზე. ერთ კვირაში ამ საქმეს მოვაგვაცემთ ბავშვ დინასო და 29 აგვისტოა თუ 30-ია დღეს ერთი თვის მერე ისევ აქ ვდგავარ ამ ბავშვით. მე 7 დღეა შიმშილობთ, არავითარი გამოხმაურება აქვს. სუდა დავარ უკვე ერთი სასტრაფო მწე იყვანა უკვე. და ძალიან უკიდურეს მდგომარეობაში ვარ. არავინ არ გეხმაურება, არავინ არ გამოდის არაფერი. შედეგია ჯერჯერობით არაფერი არ არის. არა ჩვენ არ ვაპირებთ აქედან ადგომას. ბოლომდე ვიქნებით ასე.